მეფე და მისი 3 ვაჟი. იყო ერთი დიდებული ხელმწიფე, რომელსაც 3 ვაჟი ჰყავდა. დადგა დრო, როდესაც მეფობამ რომელიმე მათგანისთვის უნდა ჩაებარებინა. მაგრამ მანამდე სურდა გაეგო, რომელი ვაჟი უფრო გამოადგებოდა. ერთ დღეს მეფემ სათითაოდ თავისთან იხმო ვაჟები. პირველად უფროსი ვაჟი მივიდა. მეფემ ჰკითხა: აბა თუ მეტყვი, ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, ყველაზე მსუქანი და ყველაზე სწრაფი რა არის? ვაჟი დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე ლამაზი ჩემი ცოლია, ყველაზე მსუქანი ჩემი ცხენია, ხოლო ყველაზე სწრაფი ჩემი შევარდენია. მეფეს ეს პასუხი დიდად არ მოეწონა და შემდეგ შუათანა ვაჟი იხმო. მასაც იგივე შეკითხვა დაუსვა. შუათანა ვაჟმა უპასუხა: ყველაზე ლამაზი მეფეო შენი ცოლია, ყველაზე მსუქანი შენი ცხენია, ყველაზე სწრაფი კი შენი შევარდენია. მეფეს არც შუათანა ვაჟის პასუხი მოეწონა, რადგან მიხვდა ამას მხოლოდ მის საამებლად პასუხობდა. ახლა უმცროსი ვაჟის ჯერი დადგა. მოიხმო და მასაც იგივე შეკითხვა დაუსვა. ნაბოლარა ბიჭმა კი ასე უპასუხა: მეფეო, გაზაფხულზე ულამაზესი არაფერია, შემოდგომა კი უმსუქნესია და ადამიანის თვალი ყველაზე სწრაფია ამ ქვეყნადო. მეფეს ეს პასუხი ძალიან მოეწონა და უთხრა: შენ კი გამოდგები მეფობისთვისო. მოიხსნა სამეფო გვირგვინი და მას უბოძა.